ჩვენ ვაგზელებთ მეგობრებო ჩვენს გადაცემას ძალიან სასიამოვნოა ვინცაც არ გქონდათ საშუალება პირველი ნაწილი გენახათ კარგი იქნება თუ დაუბრუნდებით ამას ალბათ გავიმეორებთ და რაც მთავარია Facebook-ზე იქნება დადებული თუმცა Facebook-ი გატეხეს ტელევიზიის ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს ეს არის უდიდესი ზიანი მორალური უპირველესად იმიტომ რომ მეცნიერთა კონგრესის ყველა ჩანაწერი განადგურებულია ჩინური გუნდია რომელმაც ეთყობა ეს ან ყოველ შემთხვევაში დღეს ვინც დაეპატრონა აიმა ჩვენ მივმართავთ პროკურატურას ამ დღეებში იქნება ბატონი თემურ მონიავას გადაცემა იგი საუბრებს ამის თაობაზე და აი წერილ ჩვენ მისი დანართით აი იმ მონიავას და ამ ჩანაწერით გაუგზავნით პროკურატურას მე მინდა ვთქვა რომ უნდა გადავარჩინოთ ჩვენ ყველაფერი ისინი უნიკალური მასალებია რომელიც იყო იქ და ეს ჩინური გუნდი ანადგურებს და ანადგურებს ყველაფერ ამას ესე იგი აღარ ვლაპარაკობ ყველაზე მთავარი ჩვენთვის არის აი მორალური და ზიანი რომელიც მოგვახენეს ფინანსურიც უმძიმესია როდესაც როგორც გაგიტეხავენ Facebook-ს რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ასე ქმნიდი და როცა გაგიტეხავენ ვებ გვერდს ნუ ეს კატასტროფაა რა თქმა უნდა ამიტომ მინდა ესე იგი ძალიან საინტერესოდ მიდის ეს ჩვენი ისა გადაცემა ამიტომ Facebook-ზე იქნება ეს განთავსებული გზაცივილიზებული სახელმწიფოსკენ დროებით და ქართული ერთობის დარბაზის იმას ვიყენებთ ამით ჩვენთან დღეს ორი უაღრესად საინტერესო პიროვნება ვინც პირველ ნაწილში ნახეთ მეორე ნაწილში ძირითადში ისინი საუბრებენ ესე იგი თანაც აფხაზეთი აქ არის ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ბატონი მურმან კვარაცხელიას რომ იყავს აფხაზეთთან დაკავშირებით ტელევიზია ქართულ ტივიზე მიდის ეს გადაცემა და პროფესორი დოქტორი ეკონომისტი ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძალიან ღირსეული წარმომადგენელი და მინდა მადლობა უთხრა მას ამ დღეს გადაცემაში რომ არის და ის დასახელებულია იმ გუნდში რომელი გუნდზე ჩვენ ვლაპარაკობთ და ჩვენ მე მგონი ყველანი ვამაყობთ ფაზის აკადემიით რომ 1750-ია ხო რომელიც ოფიციალურად აღნიშნეთ ხო ახალი კვლევები 1900 ხო მაგრამ ჩვენ არ ვაღნიშნეთ 1750 წინვალე ნუ აი მართლაც მოვიდა რექტორად პიროვნება რომლისთვისაც ეს არის აი რაღაც შინაგანია მისთვის ეს აკადემია თავისი ყველაფრით და უდიდესი კონტაქტებით მსოფლიოს ესე იგი ამ საცავებში წიგნ საცავებში და ყველგან არქივებში რომ მუშაობს ბატონი გია კვაშილევა რომელმაც ქართულ ენასთან დაკავშირებით ჩვენ სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით უამრავი რამეები მათემატიკური მოდელირება გააკეთა ბევრი რამის და სასიამოვნოა რომ ამ გადაცემაში ის მონაწილეობთ ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე რომ ქვეყანას აეგერ წარწერა რაც არის გაკეთებული დაუბრუნდები პირველ გვერდს ეგერ ნელ-ნელა უკან წავალთ იქ ერთ გვარში შეცდომა იყო ვანდამაი ჩვენთვის უსაყვარლეს პიროვნებას უკავშირდებოდა რადო ჭანტურიას და ის გავასწორეთ ამ შეცვენების დროს აი ნახეთ მე გვარებს აღარ წავიკითხავ მაგრამ ყოველ 5 წუთში შევცვლი ამას რომ თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ მაგრამ მე მხოლოდ ვკითხულობ ხა სათაურს რომ საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ხავს როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ ამ ხალხს უნდა ვიცნობდეთ ეს ქვეყნის ოქროს ფონდია და ასეთი გაბედული ადამიანებით უნდა შეიქმნას დიდი ქართული ერთობა ყველაზე კარგი იქნება თუ საქართველოს ხელისუფლება და პარლამენტი იქნება ინტელექტუალური და ასეთი ადამიანები იქნებენ აი ორი ასეთი ღონიერი აზროვნების პიროვნება ჩვენთან არის დღეს ბოლო სიტყვა თქვენ გქონდათ მაშინ დაასრულებს ალბათ ბატონი გია კვაშილევა გააგრძელეთ ბატონო გია ბატონო თემურ ჩვენ თქვით წინა გადაცემაში რომ ამ 50 ადამიანიდან ფაზის აკადემიის 10 წევრია ფაზის აკადემიაში არის განსაკუთრებით ახლა მუშაობ ჩვენ რიგ სხვადასხვა პროექტების შექმნაზე, რომ შესაბამის დროს ჩვენ დავდოთ ეს პროექტები სახელმწიფოს როცა დაჭირდება პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა მიმართულებით, სასწავლო მიმართულებით, სამეცნიერო, როგორ უნდა იყოს მეცნიერება მოწყობილი, როგორ უნდა იყოს განათლება, როგორ უნდა იყოს სკოლაში სწავლება, ჩვენ ამ საკითხებით დაინტერესებული ვართ. და ამ მიმართულებით ცდილობთ შესაბამისი შედეგები დავდოთ. აი ესეთი შედეგები შესაბამისად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემია და სხვა აკადემიებმაც უნდა დადეს. აი ეს თანამშრომლობა თუ შედგება მეცნიერთა კონგრესის მეთაურობით და ამის აკუმულაცია მოხდება სახელმწიფო ამას შესაბამისად გაიაზრებს და მაშინ ჩვენ შევქმნით სხვა მოსავალი არ არის სახელმწიფო. სხვა შემთხვევაში
საუბარი სახელმწიფო როგორც ტკიცე ყოველთვის ვერ იქნება, მყიფე იქნება, იმიტომ რომ ნებისმიერ შემოპარტყუნებაზე ჩვენი ქვეყნის სისტემა ჩამოინგრევა და ჩამოიჭრება. ვიზიარებს. აი ხა ამ კუთხით მინდა ვთქვა ისტორიის არცოდნა, პოლიტიკის ისტორიის არცოდნა ახლა დღევანდელ დღეს ჩვენს სახელმწიფოს ვნებს რა თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს არ მაგათად ძალიან ისეთ პერიოდში ცხოვრობთ ამ მეცნიერებმა, ვინც აქ 50 კაცია და სახელებული კიდევ იქნება 150 კაციანი სია, რომელიც ქართველი ხალხისგან იქნება დასახელებული. ახლა ძირითადად ნაწილს მე ვიცნობ, მაგრამ ზოგს არ ვიცნობ, მაგრამ ზოგადად თუ ასეთი მეთოდით შეივსება ადამიანები და შეიქმნება ასეთი ტიპისა დაუშვათ ვარაუდობ ჩვენ მომავლისთვის პარლამენტის წევრები, მათ უნდა შეძლონ ჯგუფური მუშაობა. ანუ ქართველმა კაცმა უნდა შეძლოს ერთი იდეის გარშემო გაერთიანება. მაგალითად ჩვენ გვაქვს ასეთი ლოზუნგები, ამიტომ თქვი მე პოლიტიკის ისტორიის არცოდნა ხეს გვიშლის. და რა გავიხსენებ ახლა სამ დეტალს გავიხსენებ, უпроსტოდ 4-ია. 1790 წელს წარმოთქმული იქნა საქართველოს სამეფო სამთავროების ტრაქტატში ასეთი სიტყვა: ერთმორწმუნეობა, ერთი ენა, სისხლით ნათესაობა. ეს არის 1790 წელს. შემდეგ მას განვითარება ჰქონდა ივანე აფხაზმა 1831 წელს ჩამოაყალიბა შემდეგი მამული სარწმუნოება მეფე. შემდეგ გრიგოლ ორბელიანმა 1832 წელს დაახლოებით ენა საყდარი სარწმუნოება. ხოლო 1860 წელს ილია ჭავჭავაძე მამული ენა სარწმუნოება. ჩვენ ფაზის აკადემია მუშაობთ ახალ მუხზე, უпроსტოდ ახალი ისა გვაქვს ჩვენი ლოზუნგი, ყოველ შემთხვევაში ხედვა სახელმწიფო მეცნიერება და სარწმუნოება. თუ ამ სისტემით ვიმუშავებთ, ანუ შექმნით ქვემოდან ზემოთ მეცნიერებიდან წამოვა პროექტები, სახელმწიფო შესაბამისად დააფინანსებს ახალ პროექტებს, რა თქმა უნდა ეს პროექტები უნდა იყოს შემოწმებული საქართველოში ობიექტურად, ყოველ შემთხვევაში ახლა ჩვენ რუსთაველის ფონდში შეგვაქვს ამისი ექსპერტიზა ხდება უცხოეთში. ქართოლოგიურ და ისტორიულ საკითხებს უცხოელი ექსპერტი რამდენად შეაფასებს, ეს ცოტა რთულია. მაგრამ თუ ჩვენ ვითანამშრომლებთ სახელმწიფოს წარმომადგენლები მეცნიერებთან, აი ეს სწორედ ეს რა თქვენ რომელიც მოიგიკრეთ ბატონო თემურ ეს ძალიან შორს ხედვის თვალსაზრისითა, რომ საქართველო მაშინ ძალიან გამტკიცდება, იმიტომ რომ ხალხი, ვინც ამ ჯგუფში იქნება, მუშაობს იმ სისტემით, რაზეც მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ქართველებმა განანათლეს მთელი სოფლიო. ანუ ჩვენი როლი, ბუნებრივი, ჩვენ რაც, ესე იგი, ბუნებრივად რომ ვთქვათ, სიმინდის თესლი, სიმინდს ქმნის, ლობიოს თესლი, ლობიოს ქმნის, მაგრამ ჩვენი თესლი, ანუ ჩვენ რისგანაც ვარ შექმნილი, ბართ სოფლიოს განანათლების ფუნქცია გვაქვს. ეს იოანე ზოსიმეს აქვს ნათქვამი ქართული ენაზე დაკავშირებით, ეს ახლა შეიძლება ბევრს არ ესწოდეს ზოგ მეცნიერს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძველ წერილობით წყაროებში და ევროპულ წყაროებში ეს არის დაწერილი, რომ ქართველთა როლი ეს არის. ყოველ შემთხვევაში ახლა მე გამახსენდა რუსთაველს აქვს ასეთი ფრაზა ნათქვამი: ვინ არის აღმოსავლეთით, დასავლეთის ზართა მარებლად. ეს არის საქართველო. საქართველოს აქვს ეს პოლიტიკური როლი. თუ ჩვენ მარტო ვიქნებით დერეფნის როლში, ჩვენ არაფერი ფუნქცია არ გვექნება, ჩვენი მეცნიერული მოღვაწეობას არ ექნება ფასი, დერეფანი თუ რა დავარქვათ, მე სხვანაირ რაღაცას ვარკვევა, აღარ მინდა ახლა დღეს ეს გავაჟღერო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეცნიერულ პროდუქტით, ანუ ისა ეს საქართველოს მეცნიერებათა და ეროვნული აკადემია, ფაზის აკადემია და სხვა აკადემიების შექმნიან და თანამშრომლობით შექმნიან იმ ნიშნულოვანს, ის კი არა, რომ უბრალოდ საქართველოს მეცნიერებათა და ეროვნული აკადემია მრჩეველია მთავრობისა, რომელიც რჩევაა გათვალისწინებული, ჩვენ არ ვიცით. ბატონო თემურ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ რეალურად. არ ჩანს რეალურად ჩვენ 30 წელი რა შევქენით. რა თქმა უნდა, რაღაც საკითხებში წინსვლა იქნება, ბატონო მურბან, აბა ახლა ეს ქვეყანა ასე მთლად არ იქნება, მაგრამ მე არ მომწონს. 30 წლის განმავლობაში რა პროცესიც განვითარდა, ეს არ არის
და ამიტომ არ გწნობენ რა თვალსაზრისით არ არის ჩვენ ანგარიშ გასაწევი ძალა არა ვართ. რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა. ანგარიშ გასაწევი ძალა ხდებით, როცა თქვენ მეცნიერულობაში წარმატებული, რა თქმა უნდა ჩვენ წარმატებული მეცნიერი გვყავს. ბატონი ლადო ჭანტორიაი როგორც იურისტი წარმატებულია, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი დაუშვათ სხვა ისეთი კაცი, როგორც არის ახლა ლადო ჭანტორია, ეს რატომ არ უნდა დასახელებულიყო? თქვენ განაცხადეთ პირველად ეს. ანუ კაცი ის, რომელსაც შეუძლია საქმე სწორად წარმართოს. რაში გჭირდება ის ხალხი, რომელსაც არ შეუძლია არაფრის შექმნა? და ეს ხალხი ყველა ერთმანეთზე დამოკიდებულებაში რომ არ იყოს, ჩვენ გჭირდება თავისუფალი, ძლიერი ინტელექტის სავსე და მეცნიერულად მოაზროვნე პარლამენტის წევრები. თუ ეს არ იქნება, არ შედგება ეს ქვეყანა, ახლა ვილაპარაკოთ რუსეთის ხარეს ვიქნებით თუ არა. ისე უბრალოდ გამახსენდა კირიონ მეორის ნათქვამი საქართველოს პატრიარქისა წმინდა მოწამე იყო ესა სულებით არ იცნობს მართლმადიდებულ ივერიას რუსეთიო. რუსეთი სულებით არ იცნობს მართლმადიდებულ ივერიას. და რატომ? რაში გამოიხადება მე სპეციალურ პოსტის დავწერე. კრემლში, კარიბჭის შესასვლელში ივერიის ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული. და ამაზე სპეციალური Facebook პოსტი მქონდა, რომელიც ჩამოაბრძანეს მე-16-მე-17 საუკუნეში და ეს ხატი იცავს კრემლს. დღემდე კომუნისტურ პერიოდშიც 1929 წელს მოანგრიეს ეს კარიბჭის ადგილი, სადაც ღვთისმშობლის ის იყო და მერე აღადგინეს ახლა 1995 წლის 5 ოქტომბერს და წერვა განანახლა. თქვენ იქ ლოცვაში რომ ჩაიხედოთ, რა თქმა უნდა სლავურია დიდი ასოებით წითლად წერია ივერის კარიბჭის ცველი. აი ეს როლი გვაქვს. ნუ რა თქმა უნდა მე თქვი რომ აქ ვახუშ ბატონიშვილი და სხვა როლი ახლა აღარ ვიტყვი მე 40 და 55 წლებში რა შეასრულეს ქართველებმა, ამაზე არ ვლაპარაკობ მე, მაგრამ ჩვენ დიდი როლი გვაქვს ასევე ნათამაშები როგორც დასავლეთის ქვეყნებისთვის, ასევე ინდოეთში, ასევე ირანში, თურქეთში 16 კაცი ყავდა ქართული წარმოშობის მეთაურები. და რატომ ეს? ჩვენ აქ არ გქონდა სახელმწიფო. ყველა იმსახურებოდა სხვა ქვეყანას. ესე იგი, ესეთი შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ ქართველმა თავის სახელმწიფო აღიაროს, როცა აგერ მეცნიერებათა აკადემიას ქმნიდა ქართველი უცხოეთში, ქმნიდა უნივერსიტეტებს, ქმნიდა სახელმწიფო სისტემებს. ნუ ყოველ შემთხვევაში თურქეთში 16 კაცია ქართული წარმოშობის, რომელიც იყო მთავარი ვეზირი. პრემიერ-მინისტრი რომ თქვა ახლა თანამედროვე გაგებით და ეს პოტენციალი რადგანაც გვაქვს, ისევ დეკასტერის სიტყვას უბრუნდები, ქართველებმა განანათლეს თელისოფიო, ეს კი ჰაიში ნათქვამის სიტყვა არ არის, არამედ ჩვენ ვართ მეცნიერების ხალხი. და თუ ამ ხალხს არ შევინარჩუნებთ, საქართველოს დაუშვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თქვენ სწორად ბრძანეთ ბატონო თემურ რომ ჩვენ უნდა გაგვეძლიერებინათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ის არის სახელოვანი დიდი გამოცდილების ქვეყანა, ვისა უნივერსიტეტი და მეორე პარალელური კერძო, რომელიც დაიკრა ქუთაისის სახელმწიფო ისა საერთაშორისო უნივერსიტეტი, მე საწინააღმდეგოს არ ვამბობ, ქუთაისში და მე ქუთაისში ვსწავლობდი და მე პირველ რიგში მსურს რომ ქუთაისში უნდა იყოს სასწავლებელი და იქ უნდა იყოს, მაგრამ ეს უნდა იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ. ასევე ტექნიკური უნივერსიტეტი, ყველაზე დიდი აი პარიზის უნივერსიტეტი არის ძალიან დიდი უნივერსიტეტი, რამდენიმე სასწავლებელი. ასე ამერიკაშიც ეს, ასე ამერიკაში. და თუ ასეთ უნივერსიტეტს დავაკნინებთ, ჰარვარდის უნივერსიტეტი ვიცი და კერძო არის და რამდენიმე სხვადასხვა შემადგენლობისა. თუ ჩვენ უნივერსიტეტს ჯალახიშვილის დაარსებული უნივერსიტეტს და რომელშიც ნუ ადრე რა თქმა უნდა გიმნაზია იყო და იქ ილია ჭავჭავაძე და სხვების დიდი დამსახურება არის და საერთოდ ქართული მეცნიერების დიდისა, იქით უნდა განვავითაროთ, უნდა გავაძლიეროთ ეს სისტემა და არა დავშალოთ. არც იმას ექნება შედეგი, არც ამას ექნება შედეგი. თქვენ ახლა წარმოიდგინეთ მარტივად ხალხს რომ უთხრათ, წყალი რომელიც პატარა არხით გაუშვით, გავხატოთ ის. არც იქით წავა, არც აქეთ, არც იმას ეყოფა, არც იმას და არც არ ჯობია სწორი არხი გავიყვანოთ მეცნიერულ თვალსაზრისით და მე ხარ რუსთაველის ფონდთან დაკავშირებით არაფრის თვალს არ ვაპირებ, მაგრამ არასწორი
დაფინანსებები ხდება სახელმწიფოდან, ისიც კი რომელიც დაფინანსება ხდება, ისიც არასაკმარისია. მაგალითად, მე რომელიც ვარ უნივერსიტეტში, ხელფასი არაფერი შეავყოფთ ჩვენ. საქართველოს მეცნიერებს, რომელთაც ხელფასი არ ყოფნის თვიდან თვემდე, ეს რა მდგომარეობაა? ეს უნდა გადაიხედოს და საქართველოში ყოველ შემთხვევაში უნივერსიტეტებში ერთი პროფესორი რამდენიმე უნივერსიტეტში არ უნდა ასწავლიდეს, იმიტომ რომ ერთ უნივერსიტეტში უნდა კონდეს შესაბამისი ანაზღაურება. რა შედეგი გვექნება? ერთ უნივერსიტეტში კითხულობს, მეორე უნივერსიტეტში დარბის, მესამეში და ეს როგორც თქვენ ბრძანეთ, პროექტი ხდებაო განათლებისა და მეცნიერების რეფორმა. რეფორმა საქართველოში ამ მხრივ არ ჩატარებულა საერთოდ. ახლა ტარდება. ხო, სწორი არის რომ მეცნიერები წინ უნდა ჩაერთონ ყველა თანამდებობაზე სახელმწიფო მმართველობის სისტემაში. მე არ ვამბობ რომ ყველა მეცნიერი ორგანიზატორია და პოლიტიკოსი, მაგრამ ის მეცნიერი რომელიც ორგანიზატორია და პოლიტიკოსია, ის უნდა იყოს სახელმწიფო მმართვის სისტემაში. ყველგან, მე დისერტაციის დაცულებს არ გულისხმობ. დისერტაცია დაცული ბევრს აქვს, მაგრამ ციტირების ინდექსი მეცნიერებს ნული აქვს. ამას Google-ის სკოლარი, ვებსაიტი და ყველა ბიჩვენებს. მეცნიერს, რომელსაც თავის ნაშრომის ციტირებას სხვა არ ახდენს, ახლა რა აზრი აქვს ამას? რა უნდა შექმნას იმ მეცნიერმა, დაუშვათ პირობითად ვამბობ, მინისტრი თუ გახდა, რა შედეგს გვაძლევს, როცა ის მეცნიერებიდან არ გამოდის. განათლება მან არის, სკოლა წარმოდგენა არ აქვს სკოლაზე. მე მაგალითად ჩემ თავზე რომ ვთქვა, მე განათლების დაბალი საფეხური ვიცი, სკოლაშიც ვასწავლიდი, უნივერსიტეტშიც ვასწავლი და ასე წარმოდგენა მაქვს. აი ასეთი პიროვნებები ჩემ თავზე ვგლობალობ, მაგრამ ზოგადად ასეთი პიროვნებები ბევრია კაცო გამოცდილები. პრეზიდენტი ლადო ჭანდურია, რომელსაც იურიდიული საკითხები კარგად იცის. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ვერ მომნახეთ საქართველოში, რომელმაც მეცნიერება იცის და განათლების მართვა. ასევე სასოფლო-სამეურნეო სისტემებით ვინც არიან და დაკავებული სოფლის მეურნეობის აკადემია გვაქვს. ვეკითხებით იმ ხალხს, ვის ვნიშნავთ. არ შეიძლება ასე ღიად დავნიშნოთ ისეთი ხალხი, მარტო პოლიტიკურად იყოს წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ის მართველი პირველ რიგში უნდა შევეკითხოთ ხალხს, მოწონს თუ არა, როგორც პოლიტიკოსი, როგორც ორგანიზატორი, როგორც მეცნიერი. აი მაშინ აი ასე აშენდება ქვეყანა. ამბობენ რომ ვერ აშენეთო, ვერ გავაკეთეთო, უცხოეთი გვიტევსო, ყველა შემოგიტევს. ბატონო თემურ, როცა თქვენ სუსტი ხართ, დიდი ბოდიში, მაგრამ ეს სიმართლე უნდა ბედო. მე არც კი მივეცი ჩემ თავს უფლება რომ შეეწყვიტა ეს საუბარი, იმიტომ რომ იმდენად საინტერესო ქართული იყო და იმდენად დამაფიქრებელი საუბარია. ჩვენ უცხოეთთან დაკავშირებით ახლა სამი ის პიროვნება ვართ აქ, რომელმაც თავის დროზე ვთქვით, რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ჩვენი ახირება კი არ არის. თუ გინდა თქვენ ევროპამ, ამერიკამ, ყველამ პატივი გცეთ, რუსეთი იქნება თუ სხვა უთხარით, აი ჩვენ ეს ვართ. და მე მთელი ქართველი ხალხი იქნებოდა დღეს მონოლითურად ჩეკრული სახელმწიფოსთვის, რომ თქვათ ეს ყოფილიყო მიღებული და ჩვენ გავგეგზავნა და გვეთქა ევროკავშირისთვის. აი ჩვენ ეს ვართ. მე გაწუნებ თქვენ რომ ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომელიც ჩვენ გელათში მივიღეთ, ეს რო გავგეგზავნა ევროკავშირისთვის, ისინი გვეთყოდნენ რომ თქვენ არ მიიღებთო. და ჩვენ ხალხს ვეთყოდით აქ, რომ ამის გამო არ გვიღებენ. ხო დაგვიცედნენ რატო არ გვიღებენ. და ჩვენ ვართ ამის მომხრე. ესაა დიპლომატია, ესაა პოლიტიკა, ესაა სწორი და არც ხუჩა არ იქნებოდა, არაფერი არ იქნებოდა. მე რა ვინმეს გონია რომ ყველაზე მარტივი გზა უთხარით ჩვენ არაფერი ბატონებო გადახედეთ აგერ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა 12 პუნქტია ხომ? მოდით შევთავთეთ ქვეყანაში რა არის ეს, რომელშიც თქვათ შეიძლება ეს არ ვარგა ხო დავწეროთ და გავაგზავნოთ და უთხრათ ევროკავშირს თქვენ რო გიგზავნით თქვენ იქიდან რაღაც პუნქტებს და რაღაც იმას. ჯერ ჩვენ იცოდეთ ვინ ვართ, ჩვენ ვართ ეს. და თუ გინდათ აი ეს ისინი გეტყოდნენ რა არა ბატონო ჩვენ აქ ისეთი რამეები გვიწერია. ტრადიცია, ოჯახი, ყველაფერი და ასე შემდეგ ისეთ რამეები გვიწერია და ქართულ ხალხს ვეთყოდით რომ ამას იწუნებენ და ჩვენ ამიტომ იქნებოდა ყველაფერი დაალაგებული. ახლა აქ ითქვა რომ უნდა რეფორმა უნდა გადაარდეს მეცნიერების რეფორმა გატარდა ბატონო მურმან ჩვენ ცოტა დიდი ხნით ადრე ამაში მართალი ხართ ახლა ბოლო პერიოდში არა მაგრამ ოცნების პერიოდში გატარდა და კლუბად აქციეს კლუბად მეცნიერთა აკადემია. და ეს გააკეთა ყველაფერი ჩემთვის საყვარელმა მათემატიკოსმა კაცმა, რომელმაც, თქვათ, აი გული დამწყდა ძალიან ეს რომ გააკეთა, იმიტომ რომ მაშინ იყო მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე და მე დარწმუნებული ვარ ამაში. კიღურაძე, მდიახ, გააკეთა ისეთი რამ, რომ მეცნიერებათა აკადემია აქციეს კლუბად.
ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც მოხდა. მაშინ, როდესაც ეს საბჭოთა სისტემაა, კი, მაგრამ აგვიღო ფრანგული სისტემა, მაშინ უნიკალურია მეცნიერებათა აკადემიის წევრობა, რას ნიშნავს და როგორ არის ახლა ყველაფერი გამასხდა ჩვენთან ამ იმაში. ამიტომ და რაც შეეხება იმას, თქვენ რო ამბობდით ლადო ჭანტურია, ჩვენი პოზიცია რა იყო, ნახეთ, ახლა ორი მეცნიერი ხართ აქ და ორი ქართველი და მამულიშვილები ხართ და რაღაც ბედნიერებაა, როცა ასეთ ადამიანებთან ერთად ვარ ეთერში. მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პოზიცია რა იყო, რომ ლადო ჭანტურია პრეზიდენტი და აკადემიკოსი პაპავა პარლამენტის თავმჯდომარე. ეხლა მე გეკითხები თქვენ მე ხო ვინმეს წინააღმდეგი არ ვარ, ლადომ შეიძლება ეხლა ისე არ არის ეგ ისე გაბედული კაცი, როგორც თქვა ამ შემთხვევაში და რა შეიძლება თქვას რა. მაგრამ მე ვლაპარაკობ იმას, რასაც მე რაც მიმაჩნდა, ან თუნდაც ყოფილიყო თქვა აი რაღაც სხვა ვინმე რომელიმე უნივერსიტეტის რექტორი და რაღაც. რატომ? იმიტომ რომ ლადო პაპავას როგორც მეცნიერს თელ მსოფლიოში აღიარებენ. ლადო ჭანტურიას თელ მსოფლიოში აღიარებენ. სხვანაირად დაგველაპარაკებიან ჩვენ ქვეყანას და მაშინ იტყვიან რომ ეს არის ინტელექტის ქვეყანა. და ეს არის ის კი არა რომ რუსეთმა ის კი არ უნდა თქვას რომ ეს უნდა იყოს პრეზიდენტი, იმიტომ რომ მას აქვს ერთი ტიტული, რუსეთის ჩემპიონია. დღეს პრეზიდენტი ვინც თქვას, მის ტიტული არის ერთი რუსეთის ჩემპიონი. აი ამიტომ ამბობ რომ ჩვენ ხანდახან მე მეუბნებიან ვინმე ბიჭო მე ვარ იმის რა ქვია ქვეყანასთან არსებული და მე ვებძვი იმად ან თუნდაც ახლა შეიძლება რომ ერთი აფხაზი ვინმე ან თუნდაც ერთი აფხაზეთიდან ვინმე კარგი დავანებოთ აფხაზი ვერ მოვძებნეთ ხო ხელისუფლებაში რომელიმე მაღალ თანამდებობაზე იყოს შეიძლება რომ არ მე მაგალითად ჩვენი პოზიცია არის მეცნიერთა კონგრესში როცა ვიხილავთ ახლა თქვენ ხშირად ესწრებით ამას და იცით რომ ჩვენი პოზიცია არის ასეთი რომ ერთ-ერთი მაღალი რანგის თანამდებობა უნდა ეჭიროს აუცილებლად აფხაზს ერთ-ერთი მაღალი რანგის თანამდებობა უნდა ეჭიროს აუცილებლად ოს. იმ შემთხვევაში როდესაც ისინი იქნებიან ჩვენთან. გავიგე, მაგრამ დღეს როცა არ არიან, თუნდაც იმ შემთხვევაში უნდა წახვიდე ამ ნაბიჯით. მე მაგალითად ერთ-ერთ პარტიას არ მინდა რომ აფხაზი ყავდა სიაში შეყვანილი და მე ვეუბნებოდი რომ ვიცე-სპიკერის როლი ხო გაქვთ თქვენ, რადგან არ მინდა გვარები დავასახელო ეხლა. ყოფილიყო ჩვენ გვეთქვა თელემსოფლიოსთვის, აი ჩვენ აფხაზი ქალბატონი არის ჩვენთან ვიცე-სპიკერი, ხომ მაინც იყო პარლამენტში, ხომ იყო რაღაც ის არა? რა შქარობ, რატო წვალობ ამ იმას? იმიტომ კი არა, პირიქით ჩვენ მორალურად მოგებული ვიქნებოდით, რომ არა ვართ ერთად, მაგრამ აი აფხაზ ადამიანს მხარს უჭერთ აგერ ისევე არის ოსებთან დაკავშირებით არა ნუ თქვა იგივეა ჩვენი ეს პოზიცია მე ამას ახლა ამ დეტალებს არ ვიხილე უბრალოდ ერთი რამე და თქვა და ახლა ბატონ ესე იგი მურმანთან გადავარ ამ იმაზე რომ ჩვენი პოზიცია იყო ასეთი რომ ჩვენ მეცნიერებათა აკადემიას როდესაც იყო ბატონი ალეკო თავხელიძე და მე ქალაქის მერობა შემომთავაზეს მე უთხარი მაშინ იმას ნუ ახლა სხვა დეტალებს ავყვები უთხარი მე პრეზიდენტს მე მხოლოდ იმ შემთხვევაში დავეთანხმები თუ მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერა მექნება მეთქი რა შვაშია მეცნიერებათა აკადემია ახლა მე გელაპარაკებით 92 წელზე და რა შვაშია მეცნიერებათა აკადემია და მე უთხარი მეცნიერებათა აკადემია არის იმ შვაში რომ თქვენ აი ასე რო ხართ გაბატონებული ქვეყანაში მე რო ვიყო მე ამას არ დაუშვებდი მეთქი და მე მივდივარ მეცნიერებათა აკადემიაში უთხრა რომ თქვენ გაყოყოჩებული ქალაქის მერი არ ჭირდება ქუთუ იმას ამიტომ მე მივედი და ალეკო თავხელიძეს ვეუბნები ბატონო ალეკო მე უნდა წავიდე ქალაქის მერად თავაზობენ თუ თქვენი მხარდაჭერა ისიც გაშეცვა და დაუძახა მაშინ ესე იგი უდიდესი პიროვნება ჩვენი ბატონი ანდრია აფაქიძე ბატონი გივისანაძე ბატონი როინ მეტრეველი ნუ სასაულის 7-8 კაცი მოიწვიეთ აფხაზ ზეუნები რა ასპელაპარაკებ ეს კაც ვერ გავიგეო და მე პასუხს ვაძლევ. აი ქვეყანაში რო ეს მდგომარეობა თქვენ გაგისრებთ მეთქი პასუხისგებლობას, გაგიჟდნენ. აგერა როინ მეტრეველი ცოცხალი მოწმეა მის ხო? თქვენ რატო გაგისრებთ? მე ჩემ პასუხი ნახე როგორი იყო და ხალხს მინდა ეს და რატო ვაკეთებ ჩვენ ამას? მე ვეუბნები თუ რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, შევარდნაძე იყო პრეზიდენტი. ამას თქვენ ურჩევთ, რადგინდათ ასეთ ხელისუფლება. და თუ თქვენ რასაც ურჩევთ, ეს ხელისუფლება ხო, თუ ეს ხელისუფლება იმას აკეთებს, რასაც თქვენ ურჩევთ, მაშინ რა თქვინდა ესეთ მეცნიერება? მაგრამ თუ თქვენ ურჩევთ და ეს ხელისუფლება არ აკეთებს, მაშინ რა თქვინდა ესეთ ხელისუფლება? ჩემთვისაც დღეს ეს წყალგამყოფია. თუ მეცნიერები ურჩევენ და ასეთია მდგომარეობა ქვეყანაში, არ ქონია მეცნიერება. და თუ მეცნიერები ურჩევენ და არ ასრულებენ ამას, მაშინ რა თქვინდა ესეთ ხელისუფლება? ამიტომ აქ არ არსებობს, შუა არ არსებობს ამ იმაში. ამიტომ ჩემი პოზიცია იყო რომ და რჩება უნდა დასრულდეს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა, უნდა დაიწყოს მეცნიერების ერა. აი ჩვენ ასეთ ადამიანებს თავაზობთ და თქვენ ხართ აგერ და კიდე სხვებს. გარაგზეთ.
პატური მურმან კვარაცხელია. არ შეიძლება არ დაეთანხმო ბატონო გიას, არ შეიძლება ბატონო თემურთქინამ დაეთანხმოთ მართლაც. ესე იგი უნდა საზოგადოებამ და ქვეყანამ უნდა იწამოს ერთი რამე, რომ აი მეცნიერებაშია ხსნა. მეცნიერულ აზროვნებაშია ხსნა. დიდი ელია ჭოჭოაძე ამბობდა ხუთი ნაბიჯი წინ არის რომ მეცნიერი ყოველთვის ჩვეულებრივ ადამიანზე. ნუ ახლა ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი ის უფრო ხუთჯერ უფრო დიდია და ხუთჯერ უფრო წინ იხედება და ის პერსპექტივისკენ იხედება და მომავლისკენ იხედება. ილია ჭავჭავაძეს მაინც მოусვინოთ ჩვენ თუ არ მისმენთ. ჩვენ თუ არ მისმენთ მას მაინც მოусვინოთ რასაკვირველია. ჩვენი პოტენციალის გამოყენება ისე უნდა მოხდეს რომ ესე იგი აუცილებლად სხვისი გამოცდილებაც უნდა გავითვალისწინოთ. აუცილებლად. ეს არის მეცნიერება საზღვრები არა არის ჭკვიანი ერის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი იმისათვის რომ მან მიაღწიოს წარმატებას. ხომ ასეა? მე ასე ვფიქრობდა ჩემი გადასახედიდან ეს ასე არის და აი ტრადიცია და გამოცდილებაზე გვაქვს ჩვენ ძალიან დიდი ასე ვთქვათ აქცენტი გაკეთებული. გვაქვს ჩვენ ეს ეს ტრადიცია და აი როგორც ბატონმა გიამ ძანა, საიდან მოდის ქართული აზროვნება და ქართული მეცნიერება? ეს იმაშინებს რომ ჩვენ ეს ყველაფერი შესაქმნელი და გამოსაგონებელი არ აქვს. ახალი ველოსიპედი. ეს ყველაფერი გვაქვს ჩვენ. ესე იგი ჩვენ როდესაც გვაქვს ამისი ძალიან მყარი, ასე ვთქვათ, ბალავარი ჩაყრილი, ისტორიული ბალავარი, მე ასე ვიტყოდი, ბატონებო, ამ შემთხვევაში მოდი ჩვენ დღევანდელ დღესაც მივხედოთ და აი ეს ხალხი, ეს მეცნიერები, ეს ვებერთელა მოაზროვნე ადამიანები რო ყავთ ჩვენ დღეს, შევდივოთ ესენი ერთად, ამათი აზრი მოვისმინოთ. ქვეყნის განვითარებისთვის ახლა კი ახლა სავალუტო ფონდი და სოფლიო ბანკი და ეს გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ახლა მე ხო ყველა დარწმუნებული ვართ რომ ყველა ქვეყნის ჩვენ ახლა მაინც ხო დავrtuldით რომ აი ის ფული ის თანხა რომელიც მოდის იმ ქვეყნებიდან იმ დიდი ქვეყნიდან ამერიკიდან წამოსული თუნდაც ის USAID-დან წამოსული 111 მილიონი რას მოხმარდა ხო ვიცით არა ჩვენ ახლა ისე უნდა გავაკეთოთ რომ ჩვენ მართლაც გავაკონტროლოთ რა მოდის და ეს თანხა მივმართოთ იქით რომ ქვეყანა ავახორცენოთ და ქვეყანა განვავითაროთ საქართველოს სოფლის მეურნეობა საქართველოს არის აგრარული ქვეყანა. აგრარული ქვეყანა საქართველოს. საქართველოს აი თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ირლანდია ავიღოთ ჩვენ ერთ-ერთი სამეფოს ერთ-ერთი შემადგენელი უდიდესი ნაწილია. ზუსტად ტერიტორიის მხრივ და მოსახლეობის მხრივ საქართველოს ტოლია ბატონო თემო. მე ახლა მაგალითად ვიცნობ ამ ქვეყანას, იმიტომ რომ ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი წავიდა ამ ქვეყანაში და მე მაინტერესებს ჩემი კუთხით. კარგია. ცხოვრებისეული კუთხით. ესე იგი მე ვარ გაუგნებული თურმე ყველაფერი ადამიანისთვის რო კეთდება. ყველაფერი იმ ხალხისთვის რო კეთდება, ვინც იქ ცხოვრობს. და როგორი უპირატესობა გააჩნიათ ამან და თქვენ წარმოიდგინეთ რომ სახელმწიფო გეხმარებაში როგორ და რაღაცა წამოიწყე. საქონელია ის რომ მოაშენო არა, ამისთვის თურმე გიხდის ყოველწლიურად თანხა. ევროპა ეგრეა კაცო. რო ჩააბარე იმ ჩაბარებული საქონელს იმ საფასურსაც შენ გაძე. რა თქმა უნდა. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ასეთი როცა იქნება და ჩვენ რა მიწა მიუხედავად მცირე მიწიან ქვეყანას ვეძახით ჩვენ საქართველოს, მაგრამ არის საკმაოდ შესაძლებლობა რომ ჩვენ ის რაც აუთვისებელი მიწა გვაქვს, ხო? 750,000 ჰექტარი მიწა გვაქვს ჩვენ, რომელიც მართლაც და ბოლოს არ არის იმ დონეზე ათვისებული, რაც უნდა იყოს. და რაც ვფიქრობ მე, ჩვენ იმ უცხოელებისგან კი ბატონო დავეკითხოთ ყველაფერი, მაგრამ ჩვენი გავაკეთოთ და ჩვენ ამდენი მეცნიერი რო ყავს, აი ბატონმა გიამ ძანა აქვს ცოტაშური ძალიან კარგ პროექტებზე, ხო? პროგრამებზე. აი ეს პროგრამები ჩვენ ისე კი არ უნდა გავაკეთოთ, რომ ესე რაღაცა ვიღაცის სასარგებლოდ მივმართოთ. ახლა მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი ფონდს და თავისი შესაძლებლობებს მას უნდა რომ ძალიან სწორად გააკეთოს, მაგრამ ახლა მართლაც და ვიდან ხო ვერ ჩამოიყვან ხალხსიან თვალიდან ხო ვერ ჩამოიყვან და აი თუ კი ყველა ერთნაირად არ ვიფიქრეთ და არ ვიაზროვნეთ ის რომ არ გავიაზრეთ ის რომ ჩვენ ქართველები ვართ და საქართველოს პატრიოტები უნდა ვიყოთ და საქართველოს მიწა-წყალი და საქართველოს მამული რომ უნდა გვიყვარდეს და ჩვენ ერთმანეთს პატივცემთ, მაშინ და აი ზუსტად ბედნიერი მორიგების პრინციპი და თუ საერთო ნიადაგზე არ დავდექით,
ჩვენ არაფერი არ გამოგვივა და ჩვენ ასეთი მაჩანჩალა ვიქნებით ყოველთვის და მე პატარა შედარებას გავაკეთებ მარტო მეცნიერებაში ბატონო თემურ საერთოდ მთლიანი შიდა პროდუქციის 2.5% უნდა იხარჯებოდეს. ახლა საქართველოს ისეთ ეტაპზეა რომ საქართველოს შეუძლია ახლა თუნდაც 2.5% რა ვიყოთ 94 მილიარდის 2.5% ეს არის რამდენია? ეს ძალიან სოლიდური თანხა რა. ბატონოია. აი ზუსტად იმ რეფორმას ესე კი ეც უნდა მივაწინოთ ჩვენ და სხვათა შორის მე სიამოვნებით არ შევხვდებოდი პრემიერ-მინისტრს და ვეტყოდი რომ ბატონო პრემიერ-მინისტრო აი ეს 2.5% არ შევამციროთ ჩვენ და 1%-ზე არ დავიყვანოთ ეს რომ ჩვენ თუ გვინდა მეცნიერების განვითარება ჩვენ ყავს შესანიშნავი ხალხი შესანიშნავი მეცნიერები აგერ არიან ბატონები და მოდი ეს გავაკეთოთ და ეს განმავითაროთ აი ახლა მე მაგალითად ირლანდია ვახსენე ბატონო თემური აი მთლიანი შიდა პროდუქტი და არის ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი სიძლიერეს ქვეყნის სიძლიერე რა წარმოადგენს ქვეყანა საქართველოში ახლა ყველა სხვადასხვა განგარიშებები და რამდენად სწორი განგარიშება თუ არასწორი მეთოდოლოგია ეს სხვა საკითხია მაგრამ ჩვენ $12,000 არის დღევანდელი შეფასებით სავარაუდო ექსპერტული შეფასებით მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტი არ გაინტერესებთ ირლანდიაში რამდენია $120,000 ახლა მოდი და ახლა ჩვენ შედარებები გავაკეთოთ. ის ხო განვითარდა ეს ქვეყანა. ესე გზა არსებობს ამის. რა თქმა უნდა. იმათ ხო ტრადიცია ქონდა რაღაცა. მეც გამოიყენა დიდი ილია ჭოჭოაძე ამბობს რომ ეცე კი ბუნებრივი გზით უნდა განვითარდეს ქვეყანა. ბუნებრივი გზით თქვენ ძალიან თქვენ გამოცხადეთ ბატონო. ბუნებრივი გზით. ანუ ჩვენ რაც ქონდა წარსულში ჩვენ იმით აი ილია ჭოჭოაძე მგზავრის წერილები წაიკითხოს ვიღაცამ და იქ თვითონ ნახავს იმ მოდელს რა მოდელითაც არსებობდა საქართველოს. რამ გადაარჩინა ბაი საქართველოს? რამ გადაარჩინა ამდენ ომებს, ამდენ უბედურებებს, ამდენ ქართლებს როგორ გადაურჩა? გადაარჩინა და ქართველის ინტელექტმა. იმპანი ქართველის ინტელექტმა და ქართველის ჭკუამ გადაარჩინა და ქართველის შრომამ და მარჯვენა, მას არ არის პათოლოგია. ახლა ღმერთი კი ბატონო, ღმერთი, მაგრამ ღმერთი ეს ხო ჩვენ ხო ძალიან ბატონო ურმან, ეს საოცრად კარგი ხაზგასმები და ესენი გააკეთეთ უბრალოდ თელ მსოფლიოში ჩვენ მოსახლეობას თქვენი და ჩვენი და ყველა სამოცანარო მოსახლეობას უნდა გავაგებინოთ რა არის ხელისუფლების ფუნქცია. საქართველოში ვინმე ზგონია რომ ხელისუფლებამ გზა უნდა დააგოს, სახლი უნდა გადახუროს, რამე უნდა ააშენოს, ეს არის მცდარი პოლიტიკა. ნებისმიერ ქვეყანაში რატომ მიდიან ისინი წინ ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლებას აქვს ორადორი ფუნქცია. შექმნას ქვეყანაში კონკურენტული გარემო და ადამიანი იყოს დაცული. აი ნახეთ რა გააკეთა მე ყველას ვთხოვ და ვეუბნები და ერთხელ მინდა რომ ერთხელ 1 3 4 რაღაც ჯგუფი შევკრათ რომ მოვისმინოთ ასე იგი არგენტინის პრეზიდენტის გამოსვლები. არგენტინის პრეზიდენტმა გააკეთა რომ მივიდა ნახა რომ ძალიან დიდი დახმარებები იყო მოსახლეობაზე. აღარ მიცეს დახმარებები, ეს ფული მიცა მეწარმეს. ის კი არ თქვა რომ მე ამით ავტორიტეტს ვიპოვებ რომ ფულს ვოგაზნებ მათ ხორულსო. მიცა მეწარმეს და მოწარმეებს უთხრა, აი თქვენ ეს ფული დაასაქმეთ ეს ხალხიო. დღეს ბედნიერი არგენტინა ადამიანი რომელსაც აძლევდნენ $300-400 მათ ხორული იმას $1,500-1,200 იღებს და მათ აღარ აყავთ არავინ. ანუ გამოჩნდა პრეზიდენტი რომელიც იმით კი არ იპოვებს ავტორიტეტს რომ მე მოგეცი დახმარება, მე მოგეცი ეს შენ მეცნიერი ხარ მე ფულს გაძლევ, იმას გაძლევ. იმან თქვა რომ წავიდეთ რა კონკურენტული გზით. კონკურენცია არის მამოძრავებელი. მეცნიერები რატო ხართ თქვენ და რატო არის ეს ყველგან ეკონომიკა სადაც შეიქმნა ეკონომიკა შექმნა კონკურენცია. საქართველოში ვიდრე არის ნეპოტიზმი, ვიდრე არის კორუფცია, კონკურენცია ვერ იქნება. აი ამიტომ ჩვენი ამოცანა სწორედ ამაში წერია ამ დოკუმენტებში რა ჩვენ გვაქვს. ეხლა ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ და რავი თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით ბატონო გია და ბატონო მურმან ჩვენ ამ შემადგენლობით გარკვეული პერიოდის შემდგომ კიდე ერთხელ დავილაპარაკოთ ჩვენ თვითონაც ვნახოთ ჩვენი შეხვედრა გავაანალიზოთ რაღაც კიდე უფრო ღრმად წავიდეთ რომ ვინმეს არაფერი აი მე ბოლოში ახლა ჩვენ რუსეთსკისთან გვიწევს ამის ისა კიდე გადავწევიკით რომ ხალხმა ნახოს როგორი გვარებია რუსეთსკი შემოვა ბოლო ნაწილში მაგრამ მანამდე მინდა გითხრათ რომ ესე იგი ეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინაა ყველა იმის მონაწილე ხარ თქვენ ბატონო მურმან რასაც ვიღებდით აქ ხო ეხლა თქვენ წერან ბძანეთ რომ მე შევხვდებიო პრემიერ-მინისტრს ეხლა არ მინდა ამაზე დებატები გავმართო როცა იქნება მე მაგრამ თქვენ ხართ დოქტორი ეკონომიკის თქვენ ხართ აფხაზეთიდან თქვენ ხართ ფრაქციის ხელმძღვანელი იყავით და პარლამენტის წევრი ხართ უზენაეს საბჭოს წევრი ხართ აფხაზეთის
თქვენ დადიხართ ნიშნით, რომელიც არის ოცნების ნიშანი. ჩემში ეს მე დღეს გავიგე მაგი ოცნების ნიშანი, რომ აფს არ ნიშნავს, მე იმას კი არ ვამბობ, რომ ნიშანია ცუდი, მე ვამბობ იმას, რომ თქვენ 20 რო გაიკეთოთ, მაგრამ არის ჩვენთვის ხართ, ძალიან მოაზროვნე, კარგი პიროვნება, ძალიან კარგი და სულ არ მაინტერესებს, ეს არის ჩვენი პრინციპი, რომ სადაც გინდა იქ იყავი, ოღონდ ერთი საქართველოსთვის მომართული კაცი ხარ. აი ხლა თქვენ არ ხართ შენახვედრი პრემიერ-მინისტრს არც ერთს. მონაწილე შეხვედრა რას ნიშნავს? ქუჩაში რო შეხვდა კი არა. როცა ყავს ასეთი კაცი და მით უფრო აფხაზეთიდანაა, წელიწადში ერთხელ მაინც, ორჯერ მაინც უნდა მიიწვიოს საუბარზე და უნდა კითხო, რას მირჩევ. მე ამის მომხრე ვარ. მე იმის მომხრე ვარ, რომ პრემიერ-მინისტრს ერთი კაბინეტი კონდეს აკადემიაში. და იყოს ერთი დღე, როდესაც ზის აკადემიაში და მოდიან მეცნიერები და მიდის ეს პირდაპირი გადაცემით. და მოდიან მეცნიერები და ელაპარაკებიან პრემიერ-მინისტრს და ეუბნებიან, აი როგორი უნდა, აი ეს არის ღია ქვეყანა. აი ეს არის სწორედ ისკენაც მივდივარ ჩვენ. თუ ჩვენ ამას არ შევქმნით, ვერ შევქმნით, მე ამ წინააღმდეგი და აი ნახეთ ბოლოში რითაც ვამთავრებ არიაზე, რაც სადაც თქვენ მე ხელი გვაქვს აწეული. რა წერია ამ დოკუმენტში? პირველი პუნქტი არის საქართველოს წარსულის დღევანდელობის გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე ხელშეუხებელია ოჯახის საკუთრების და სახელმწიფოს პრიორიტეტი, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ამას რო გაუგზავნი ევროკავშირს, გეტყვის რომ დატოვე ბოლოო, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და პირველი ამოვიღეო. ჩვენ ვეთქვით ქართველ ხალხს, ამოვიღოთ. ქართველი ხალხი ეთქვის არა, ესე ერთნი ვართ ხო? დაძაბული კი არ ვიქნებით და მაგრამ ყველაზე მთავარი შეხედეთ რა არის და აი ამით ვამთავრებ ახლა და მე გეუბნებით რომ აქედან გამომდინარე 30 წელია, 35 წელია საქართველოს ხელისუფლება არ ყოლია რაც ჩვენთან მოხდა, როგორც იტყვიან, დამოუკიდებლობა გამოცხადდა. კონსტიტუციურად საქართველოს ხელისუფლება არის მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელიც იცავს ადამიანისათვის ბუნებით მინიჭებულ უფლებებს, სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და ბედნიერი ცხოვრებისადმი მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე შეუქცევად და უზრუნველყოს თითოეული ადამიანისთვის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის, დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი უფლებები. აი ჩვენი განმარტება ხელისუფლების. მე გეუბნები თქვენ, თუ თქვენ თვლით რომ რომელიმე ხელისუფლება აქამდე იყო, რომელმაც ეს გააკეთა, უთხარით ხალხს ხმამაღლა და მე გეტყვით იმას და ჩვენი შეხვედრა იყოს მომავალი ამ საკითხზე. თქვენ ეთანხმებით თუ არა ამას, რაც ამაში გვიწერია, ჯერ ეთანხმებით, იმიტომ რომ ერთად მივიღეთ, თუ ეთანხმებით, ურჩიოთ ამ ხელისუფლებებს, რომ თქვენ ვისაც გინდათ, მიდით ხელისუფლებაში. დღევანდელი ხელისუფლება ხახარ ოცნება გააკეთე ეს და იყავი რამდენხანაც გინდა. ოღონდ ეს გააკეთე. არ შეიძლება რომ შენი ხელფასი იყოს 15000 ლარი. და თქვათ მე ვარ პირველი იმაზე ხელის მომწერი და კიდე ერთხელ ვიმეორე, მე არ მინდა ჩემს გაჭირებაზე ველაპარაკო ხალხს. მე ვხედავ ხალხი როგორ ცხოვრობს. მე ვხედავ ყველას ვეუბნები რომ მივდივარ და ვერი ალექსანდროვი, ნუ რასაც ქვია, მე მას ესე იგი ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ბაღს ვეძახი. 7-8 კაც ზინავს ზამთარ ზაფხული იმაში. დაელაპარაკეთ ამ ხალხს, კითხეთ ამ ხალხს ამ მდგომარეობა. მე ვიცი რუსთაველის პროსპექტზე ღამის 2-დან 4 საათამდე რო დავდივარ, ამ იმაში რა ვხედავ 20-30 ადამიანს ვხედავ წევს ქუჩაში, წევს ოპერის ბაღში, ყველაფერი. მე გეუბნებით რომ იცხოვრეთ ბატონებო კარგად, მაგრამ გაამდიდრეთ ხალხი. ჩვენ ამ ხალხს ვქონით. ჩვენი ეს არ იქნება მარტო ესია რომ გამოქვეყნდება და მარტო ის არ იქნება ბატონო მურმან რომ აი თქვა ბატონი მურმანი და ბატონი გია იტყვის რომ დიდი მადლობა ჩვენ ვეუბნებით აი ეს არის ჩვენი ეროვნული სახელმწიფოების დოქტრინა მოდი ვიმსჯელოთ თქვენ თუ ამას არ უჭერთ მხარს მაშინ ნუ იქნებით აქ და ჩვენ ვეუბნებით ის 21 პუნქტი აი რა წერია თქვენ რო ბრძანეთ ირლანდიაზე როგორია ჩვენი პროგრამა 21 პუნქტი მიზანია პროგრამას ქვია სახელწოდება მიზანია სამშობლო და ადამიანი მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამიზნის მისაღწევად. აი პროგრამები. გაკეთებული. აი ეგე საქართველოს ინტეგრალური რესურსები. ეხლა ერთმა პიროვნებამ გადაწყვიტა რომ ეს ინგლისურად გამოვიდეს, ამას რო წაიგითხავს კაცი, იტყვის იმას, რომ თქვენ ფუფუნებაში უნდა ცხოვრობდეთ, ეს თუ გაქვთ. ჩვენ ღარიბად ცხოვრობთ. საქართველო არის მდიდარი ქვეყანა და ცხოვრობთ ღარიბად. ამის დასტურია ეს პროგრამები, რომელზეც აი ბატონი გია რომ საუბრობდა რომ ჩვენ ერთნი ვართ ამ იმაში და მე ვამაყობ რომ ასეთი კაცი ვყავს, ერთნი ვართ იმაში რომ საქართველოში დღეს პოტენციალი არის ისეთი, რომ ამ ქვეყანაში არათუ გაჭირებული არ უნდა ვყავდეს, ჩვენ უნდა ვიყოთ წარმატებული ბედნიერების სავსე ქვეყანა. დავამთავროთ ამით.
ბედნიერების სავსე ქვეყნისთვის ვიბრძით ჩვენ და გვინდა რომ ეს ხალხი ამისთვის იყოს. მაგრად ვიყოთ. დიდი მადლობა.